When იცით რა კავშირია ნიუ-იორკელ ქართველ თინეიჯერებსა და ერთ მერხთან მჯდომ მაფიის ბოსსა და ნობელის პრემიის ლაურეატს შორის. ის კავშირია, რომ ისინი ყველა ერთ სკოლაში სწავლობდნენ. ამ სკოლაში, რომელიც ბრუკლინში ნოსტრანდ ავენიუზეა და ქვია ჯეიმს მედისონ ჰაი-სკული, ყველაზე მეტი ქართველი ბავშვი სწავლობს. ის მსოფლიოში განთქმული სკოლაა. ამ სკოლის კურსდამთავრებულთა შორისაა 5 ნობელის პრემიის ლაურეატი, რაც მსოფლიო მასშტაბის რეკორდია. მედისონის სკოლა დაამთავრა ამერიკის 4 სენატორმა, მათ შორის სენატის უმრავლესობის ლიდერმა ჩაკ შუმერმა და პრეზიდენტობის კანდიდატმა სენატორმა ბერნი სანდერსმა, აგრეთვე უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ რუთ გინზბურგმა. აქ სწავლობდნენ ცნობილი ოლიმპიელები, მათგან 2 ოქროს მედალოსანი. მათ შორის ცნობილი კალათბურთელები, ბეისბოლისტები და ფეხბურთელები. სკოლა დამთავრებულს შორის ბევრი მილიარდელი და დიდი კომპანიის მფლობელია. სამწუხაროდ ეს სკოლა დაამთავრეს კრიმინალებმაც, მათ შორისაა გამბინოს მაფიოზური ოჯახის წევრი მარტინ კასტელანო და ამერიკული მაფიის ყოფილი ბოსი პოლ კასტელანო. ჯეიმს მედისონ ჰაი-სკული, რომელიც ბრუკლინის მიდვოდის უბანშია, არის ადგილი, სადაც ისტორია იწერებოდა. აქ ერთ მერხთან იჯდნენ მომავალი სენატორები, ნობელის პრემიის ლაურეატები და ბრუკლინის ყველაზე საშიში კრიმინალური ოჯახის წევრები. იცოდით, რომ ამ სკოლის კორიდორებში დადიოდნენ ჰოლივუდელი კრის როკი, ჯაჯ რეინჰოლდი და მუსიკის ლეგენდა ქეროლ კინგი. დღეს კი ამ კედლებში ჩვენი ქართველი ახალგაზრდები ქმნიან მომავალს. ვინ იცის, იქნებ შემდეგი ნობელიანტი ან სენატორი სწორედ ქართველი იყოს.